ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატთან ბატონ დავით. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა იუნისეფის დასკვნა, სადაც ჩვენ დასასიხარულოდ აღნიშნულია, რომ საქართველოში უკიდურესი სიღატაკეც და ზოგადი სიღატაკის მაჩვენებლებიც შემცირებულია, ეს მართლა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი მეექვსე ბავშვი მოიხმარს სამოხმარებლო მინიმუმზე ნაკლებს. თქვენს პროგრამაში არის თუ არა რაიმე გაწერილი ამ მიმართულებით, რომ დაიძლიოს ბავშვთა სიღარიბე. მეორე შეკითხვა მექნება კიდევ ბატონ დავითთან. ძალიან წარმატებით მუშაობს ყველას მოეხსენება საქართველოში ჯანდაცვის სადაზღვევო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, მაგრამ მე მინდა შეგეკითხოთ რა. იქ საკმაოდ მცირეა მედიკამენტოზური დაფინანსება. ხომ არ არის თქვენს პროგრამაში რაიმე ისეთი, სადაც მიზნობრივი ჯგუფისათვის, მაგალითად სოციალურად დაუცველებისათვის მოხდება ამ მედიკამენტოზური დაფინანსების გაზრდა. შეკითხვა მექნება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან ბატონო გოგა, ახალს არაფერს ვიტყვი, როცა ვიტყვი, რომ საქართველოს საზღვრები დაუდგენელია. საზღვრები დადგენილია თურქეთთან, გვაქვს სანაპირო ზოლი, შავი ზღვის, დანარჩენი საზღვრები არა მხოლოდ ჩრდილოეთით, არამედ აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთითაც ჯერ კიდევ დაუდგენელია. გასაგებია, ეს საზღვრების დაუდგენლობა მოდის ბევრი წლების უკან, როდესაც ჩვენ ყველანი სოციალისტური მოძმე რესპუბლიკები ვიყავით და მაშინ ეს საზღვრები ძალიან ადვილად გადაიწეოდა და გადმოიწეოდა ხოლმე და მას შემდეგ უკვე როდესაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სადაც შესაძლებელია ეს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და სომხეთთან და რა პროგრესია ამ მიმართულებით, რადგან ცოცხალი ანექსია ყველა დანარჩენი საზღვრები, სადაც დაუდგენელია ეს საზღვრები, მოგეხსენებათ, რომ არის. და შეკითხვა მექნება კულტურის მინისტრთან. წელს 2016 წელს წესით და კანონით უნდა აღნიშნულიყო შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლის თავი. 50 წლის წინ 1966 წელს საქართველოში აღინიშნა რუსთაველის დაბადების 800 წლის თავი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღინიშნა ეს და მაშინ შესაძლებლობა მოგვეცა ქართველებს, რომ ჩვენი კულტურა გაგვეტანა და გვენახებინა მთელი მსოფლიოსთვის და გვეჩვენებინა მაშინ, რომ ჩვენი კულტურა არის და ჩვენი ცივილიზაცია არის ევროპული. ძალიან სასიამოვნო და აუცილებელიც იქნებოდა, რომ წელს მომხდარიყო შესაძლებლობა და რუსთაველის 850 წლის თავი ჩაგვეტარებინა და კიდევ ერთხელ გაგვეწია პოპულარიზაცია ჩვენი კულტურისთვის და ჩვენი ევროპელობისთვის, თუნდაც ცივილიზაციიდანაც. ბატონო მიხეილ, იგეგმება თუ არა რუსთაველის იუბილეის ჩატარება თუნდაც მერმის, ან რა სახის ასეთი ფართო მასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარება გაქვთ პროგრამაში? მადლობთ. ბატონემ ზარს მინდა ვთხოვ, ზაზას ბოდიშს მოვხდი, ვიწვევით დროში